შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა დააქვს იქ სადაც ანიბანი იქ სადაც დირი დარი დურია შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა დააქვს საღამო მშვიდობისა პატრიცემულო ტელემაყურებლებო დიდი მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში როგორ დავიწყო არც ვიცი გადაცემა უკვე ყველაფერზე თითქმის ნალაპარაკები მაქვს და გვაქვს ჩემს სტუმრებთან ერთად, მაგრამ ძალიან რთული პროცესები მიდის ძალიან რთული ევროპაში, პირველ რიგში ევროპაში, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ დიპლომატიური პასპორტები როგორ გაუქმეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხედავთ იმასაც, რომ სლოვაკეთში, სერბეთში და უნგრეთში ანალოგიური სიტუაციაა როგორც ჩვენთან. ისინი როგორ მოიგერიებენ ამას, ეს მეორე საკითხია, თუმცა სერბეთში დღევანდელი ინფორმაცია არის, რომ პრემიერ-მინისტრი გადამდგარა და რამ გამოიწვია ეს ამბები და რა ხდება მოკლედ აი ამ ყველაფერზე ვისაუბრებ ჩემს მეგობართან, ჩემს ახალგაზრდა მეგობართან, ადეკვატურ მეგობართან ლუკა ეხვაიასთან და დიდი მადლობა ლუკა რომ მოხვედი. პირიქით. რა პროცესები მიდის ევროპაში? აი რა სიტუაცია და როგორ შეიძლება აქედან ერთხელ და სამუდამოდ თავი დააღწიოს საქართველოს ისე რომ შრალზე გავიდეთ რომ ნანგრევებში არ მოვყვეთ მართლა იმ ყოველ შემთხვევაში იმ განცხადებების მერე რაც მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტისგან იყო ესეთი ამონარიდი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან რომ გამოეყენებინათ საქართველოს ესე იგი მე გადაკეთდა ეს ყველაფერი და ჩასწორდა მაგრამ პირველ გამოცემაში რაც იყო ის იყო რომ შეერთებულ შტატებმა რუსეთთან ზეწოლისთვის უნდა გამოიყენოს საქართველოს სათამაშო მოედნადო შემდეგ ის ჩასწორდა რა თქმა უნდა 1-2 საათში უკვე გაქრა ეს ამონარიდი და ჩანაცვლდა ამითი რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა დააფიქსიროს რომ კავკასია არ არის კრემლის სათამაშო მოედანიო რატო არის დიდი ინტერესი ჩვენს მიმართ და რა ხდება რა პროცესებს ვადევნებთ თვალყურს და როგორ წარმოგიდგენია შენ როგორ შეიძლება რომ განვითარდეს მოვლენები თან უკვე ხა ტრამპის შემთხვევაში ტრამპის მოსვლის შემთხვევაში და მისი მოსვლის შემდეგ როგორ შეიძლება რომ რაღაცნაირად სიმართლეს ვეწიოთ ევროპიდან ესე ვთქვათ ბრიუსელიდან უпростоრეთ და რატომ არის ესეთი დიდი ძალადობა ჩვენს ევროპაში მგონი რა პროცესების მიდის, რომ რაღაცნაირად კონტექსტში უნდა ჩავსვათ რა, ეს ყველაფერი არის რეზონანსი და იქო იმაზე თუ რა ხდება ცენტრში, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ტრამპის მოსვლამდე უკვე დაწყებული იყო ეს ცვლილებების პროცესი და ევროპა ცდილობს, რომ რაც შეიძლება ინვესტირებული გახადოს ტრამპი ევროპის საქმეებში. ანუ არ დაუშვას ის, რომ ტრამპმა ყურადღება გადაიტანოს სხვა რეგიონებზე. მათ იციან უკვე ეს ძალიან ბევრი სიგნალი მიიღეს ამასთან დაკავშირებით, შეგვიძლია რამდენიმე გავიხსენოთ. პირველი, ტრამპი აპირებს, რომ 20,000 სამხედრო ევროპიდან დააბრუნოს ამერიკის მიწაზე, მთლიანობაში ეს იქნება ამერიკული კონტინგენტის დაახლოებით 20%, იმიტომ რომ მთლიანობაში 100,000-მდე სამხედრო ყავთ
ტრამპი მოუწოდებს ევროპულ ქვეყნებს, რომ თავდაცვაზე ბიუჯეტი დაფინანსება GDP-ს 5%-მდე გაზარდონ და ყველა მინიშნება აქვთ იმისთვის, რომ იფიქრონ, რომ ტრამპი ნელ-ნელა დატოვებს ევროპის რეგიონს. თან ხვდებიან ძალიან მარტივად, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია როგორც დაკომპლექტდა, აქედან გამომდინარე ტრამპის პრიორიტეტი იქნება სხვა რეგიონები. იქნება ეს ლათინური ამერიკა, არქტიკა, აფრიკა, სამხრეთ ჩინეთის ზღვა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ევროპაში ყველაფერი კეთდება იმისთვის დღესდღეობით, რომ ტრამპის ინტერესები დაინტერესონ და რაღაცნაირად ჩაითრიონ ევროპის საქმეებში. ერთი რაღაც უცნაური რამე უნდა ვთქვათ, რომ თუ ვინმეს ინტერესი დღესდღეობით შედის, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდეს, ეს არის პირველ რიგში ევროპის ევროკავშირის ინტერესებში. სხვა შემთხვევაში ტრამპს უბრალოდ არანაირი ინტერესი აღარ გააჩნია ევროპის მიმართ. ერთადერთი, რაც ამერიკის მკაფიო ინტერესს წარმოადგენს, ეს არის, რომ ევროპა გახადოს ამერიკულ ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებული. უმეტესწილად აქ იგულისხმება LNG, თხევადი ბუნებრივი აირი. და აქაც უკვე ძალიან მკაფიო ძვრები შეინიშნება. პირველად ეხა უკრაინამ უკვე შეისყიდა 100 მილიონი კუბური მეტრი LNG და ეს დაწყებულია, ეს პროცესი ახალი არ არის. და ამის ნაწილია ისიც, რომ ყველანაირად ესე იგი ევროპაში დაძრული პროცესები მიუთითებს იქითკენ, რომ რაც იყო დამოკიდებულება რუსეთსა და ევროკავშირს შორის, აი ეს მილსადენების დამოკიდებულება, ნელ-ნელა ყველაფერი ნეიტრალდება. ჯერ იყო იამალის მილსადენი პოლონეთზე, რომელიც შეჩერდა უბრალოდ ყველანაირი პოლიტიკური დიალოგის გარეშე. შემდეგ იყო აფეთქება Nord Stream-ის, რომელზეც სხვათა შორის დღეს ტრამპმა განაცხადა, რომ ერთ რამეს გაგიმხელთო, რომ ეს რუსების გაკეთებული არ არისო, რაც ჩვენ ვიცით ძალიან დიდი ხანია, იმიტომ რომ არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა ეს რუსეთს გაეკეთებინა. ამის შემდეგ იყო ეხა უკვე 1 იანვარს ის, რომ უკრაინაზე გამოვალი მილსადენი უბრალოდ შეაჩერა ზელენსკი და არ გაითვალისწინა აღმოსავლეთ ევროპის ინტერესები, რომ ისინი რეალურად დღემდე არიან ამ ბუნებრივ აირზე დამოკიდებული და ფასები კატასტროფულად გაიზარდა უკვე კომუნალურებზე მთელ ევროპაში. და ბოლოს დავინახეთ ეს ერთადერთი მილსადენი აქტიური რაც დარჩა, ეს არის თურქეთსა და შავი ზღვის ფსკერზე გამოვალი მილსადენი. და ბოლოს დავინახეთ, რომ აქაც იგეგმებოდა საბოტაჟი, გამოჟონა დაილიკა უბრალოდ ჩანაწერი, ზალუჟნი და ერთ-ერთი გენერალი საუბრობდა, სადაც იყო საუბარი, რომ ეს მილსადენიც უნდა განადგურებულიყო, მაგრამ დასკვნა იყო, რომ ერდოღანი ამას არ აპატიებდა. მოკლედ, ესეც გეგმაში იყო. აი ამ ყველაფრის ფონზე, რომ ერთი მხრივ ამერიკის ინტერესია, რომ კი, ევროპა გახადოს თავის ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებული, მაგრამ აი სამხედრო მობილიზაცია გადაიტანოს სხვა რეგიონებში, მაგრამ ევროპის ინტერესია, რომ ამერიკა დარჩეს აქ ინვესტირებული, აი ამ წინააღმდეგობის კონტექსტში ევროპაში ხდება ძალიან საინტერესო ძვრები. რაც აი შეიძლება გერმანიის მაგალითზე ნახოთ, რაც რა ხდება გერმანიაში. რაც არ მომხდარა მგონი მეორე მსოფლიო ომის მერე ესეთი პოლიტიკური ძვრები გადაჭარბების გარეშე პრინციპი შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიაში არ მომხდარა. ეგრეთ წოდებული traffic coalition, რომელიც მართავდა გერმანიას, ანუ სამი პარტიისგან შემდგარი კოალიცია, სოსტეკები, მწვანეები, ქრისტიან-დემოკრატები, ეს კოალიცია ლეგიტიმაციის კრიზისს განიცდის და შოლცი რა თქმა უნდა, ხო, ხედავთ და ძლიერდება ორივე მხრიდან რადიკალური პარტიები. ერთი მხრივ ძლიერდება ალის ვაიდალი და AfD, რომელიც არის მემარჯვენე რადიკალური პარტია, მეორე მხრივ ძლიერდება მემარცხენე რადიკალური პარტია, ეს არის სარა ვაგენეხტი და მისი მოძრაობა. ანუ ფაქტობრივად ჩვენ ხედავთ, რომ ის ევროპული ბიუროკრატია, რომელიც აწლეულებია მართავს ცენტრალური ევროპის ქვეყნებს, ლეგიტიმაციის კრიზისს განიცდიან. იგივე ხდება ზუსტად იგივე პროცესები მიდის ბრიტანეთშიც, სტრამერის ფენომენი იგივეა, ისტორიულ მინიმუმზეა მისი რეიტინგი და ნუ იქ საოცრებები ხდება საერთოდ ბრიტანეთში იქ ცალკე თემაა კიდევ და ხედავთ, რომ გერმანიაშიც სრულად დაკარგა ლეგიტიმაცია აი ამ მართლმა კოალიციამ. უკვე ყველა მიცის, რომ დაახლოებით 25%-მდე აიღებს AfD არჩევნებში. ესეთია ყოველ შემთხვევაში მოლოდინები და პროგნოზები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მასკმა პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა AfD-ს და სამწუხაროდ გერმანიის პოლიტიკური სისტემა ისე მოწყობილი, რომ ეს არ კმარა, კოალიციურად მაინც უფრო მეტი ხმები ექნება სამ პარტიას და სავარაუდოდ ისინი დააკომპლექტებენ მთავრობას, მაგრამ აი ეს დიდი ძვრები იწყება. ეს არის გამოხატულება იმ დიდი უკმაყოფილების, რაც არსებობს ევრობიუროკრატების წინააღმდეგ. და ზუსტად ის პროცესები, რაც დასაწყისში ახსენეთ, ხო? რაც ხდება სერბეთში, რაც ხდება სლოვაკეთში და ნაწილობრივ უნგრეთშიც,
და ჩვენთან რაც ხდებოდა, რაც ვითომ გადავაგორეთ, მაგრამ რეალურად ბოლომდე არ გადაგვიგორებია ეს პროცესი. ეს არის ამ ყველაფრის გამოძახილი, რომ ევროპაში არის ერთგვარი წინააღმდეგობა შექმნილი. ერთხელ ეს არიან ევრობიუროკრატები და მათი ინტერესთა ჯგუფები და მათი პოლიტიკოსები და მეორე მხარეს ჩნდებიან ისეთი დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც გეუბნებიან, რომ უბრალოდ არ მოგწონს ეს რაც ხდება აქ ყველაფერი. ჩვენც დაგვეკითხეთ, ჩვენი აზრი გაგვაჩნია, ჩვენი სუვერენულობა გაგვაჩნია და ჩვენი პოზიციები აქვს და გაგიზიარებთ. ამ ალიანსში მოიაზრება ეხა დღესდღეობით, უნგრეთი, სლოვაკეთი, ნაწილობრივ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხორვატიაც ბოლო არჩევნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ევროსკეპტიკოსებმა გაიმარჯვეს და საკმაოდ ისეთი რადიკალური რიტორიკა აქვთ ევროკავშირის წინააღმდეგ და რუმინეთიც საინტერესო кейსია, ხო რუმინეთში რაც მოხდა გაუგონარი აბსურდი მოხდა. უბრალოდ გააუქმეს არჩევნების პირველი ტურის შედეგები, იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რუსეთი და ჩინეთი ერევა არჩევნების საკითხში, რომელიც ვერ დასაბუთდა და დღემდე ჯეორჯესკუს უწევს ბრძოლა იმისთვის, რომ თავისი კანდიდატურას თუ ვერ გაიტანს, რომელიმე პარტიას მიეკედლოს, რომ რაღაცნაირად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ მისი რეიტინგი განუხრელად იზრდება. ანუ ბრძოლა ეგრეთ წოდებულ ანტისისტემურ ელემენტებთან ყველგან მიდის. და ჩვენ რო ვიფიქროთ, რომ ჩვენ ეხა ეგ რაღაცა გამარჯვება მოვიპოვეთ და ამით დავამთავრეთ და ყველაფერი მშვიდად არის, მგონი არ არის ეს მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ეს პროცესი გრძელდება, იმის მიუხედავად, რომ ტრამპმა გაიმარჯვა თეთრ სახლში, გავიგეთ, რომ დააკომპლექტა ყველანაირი კონგრესი წარმომადგენლობითი პალატა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აი ზალები უბრალოდ ესე გაჩერდებიან და დღეიდან ყველანაირ ძალაუფლებას კარგავენ რა. მათ დარჩათ საკმაოდ ბევრი ბერკეტი იმისთვის, რომ ცვლილებები მოახდინონ და მუდმივი სიფხიზლეა საჭირო, რა თქმა უნდა რა ამ პროცესებში. ჩვენ რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? რა არის ჩვენი აქ ყველაზე დიდი შეცდომა მგონია, რომ ამბობენ რომ უნდა დაველოდოთ. ანუ უნდა დაველოდოთ და დავაკვირდეთ რა მოხდება გარეთ. გასაგებია რომ ჩვენი ლოკალური პრობლემები მეტწილად დამოკიდებულია გარეთ რა ხდება ამ პროცესებზე, რა თქმა უნდა, ჩვენთან რეზონანსული მთელი რიგი პროცესები და მოვლენები მიდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცა სერიოზული ნაბიჯები არ გადადგა, თუნდაც პრევენციული და თუნდაც დაგვიანებული, რაც აქამდე უნდა გაგიკეთებინა. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ საჭიროა, როდესაც დავუშვათ საგარეო პოლიტიკაზე რაღაცა სერიოზული ძვრები გინდა დაიწყო და პოზიტიური ცვლილებები შეიტანო, რომ შექმნა ეგრეთ წოდებული think tank-ები, ძალიან მარტივია რა, კვლევითი საკონსულტაციო ორგანიზაციები, რომლებიც არ იქნება NGO-ების ხასიათი, არ იქნება და ანტისამთავრობო ხასიათი არ იქნება, პირიქით დაგეხმარებიან შენ თავისი კვლევით, თავისი კომპეტენციებით და გარკვეულ კონსულტაციებს გაგიწევენ. ჩვენ ვამბობთ, რომ აქამდე უნდა დაწყებულიყო განათლების სისტემაში რეფორმები, ამას ბევრი ადამიანი წლებია ვიძახით, ხო? გავიგეთ, რომ აი ამაზე ყველანაირად პასუხი აქვს, რომ იცი რა წნეხი იყო და ვერ ვახერხებდით დასავლეთიდან. ეხა ხო გარდაუვალი სიტუაცია. აი გავიგეთ, რომ წნეხი იყო და აქამდე ვერ მოახერხეთ და უფლება არ მოგცეს და ასე შემდეგ, მაგრამ ეხა თუ არ დაიწყო, ეს ხო ნიშნავს, რომ უკვე რატო გადავლახით მაშინ ეს კრიზისი? ხო და აი ეს არის მომენტი, გარდამტეხი მომენტი ჩვენთვის, როდესაც ეს ფუნდამენტური ცვლილებები თუ არ დავიწყეთ და თუ ჩვეულ რეჟიმში გავაგზავნეთ ცხოვრება, როგორც ვიყავით, ესე არაფერი არ გამოვა. არაფერი სამყაროში დღესდღეობით ჩვეულ რეჟიმში არ ხდება. ყველა მუშაობს ფორს-მაჟორულ რეჟიმში. შეხედონ ტრამპის ადმინისტრაციას, შეხედონ რა ხდება ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, უკრაინაში, ყველა არის ფორს-მაჟორში გადასული. და შენ რო ეხა ძალიან ესე რუტინულად აგზელებს საქმიანობას და აი ხა თუნდაც განათლების რეფორმის გარშემო რა ხდება? ბევრი კითხვა მაქვს რა, რაზეც საუბრობდი სამ. მოდი დავსვათ ეგ კითხვები რა და დავსვათ და უცბელად მაინტერესებს ეს კითხვები. ანუ ჩვენ ვიცით, რომ თუ განათლების სისტემაში რაღაც არ შეიცვლება, მორჩა, აი შორეულ პერსპექტივაზე, აი ქვეყანას საით და როგორ უნდა განვითარდეს, ამაზე ზედმეტია საუბარი. გავაგზავნებთ ესე ინერციულად სვლას. ჯერ ეგეთ განვითარების ხედვა რო არ გაგვაჩნია ეგ ცალკე პრობლემა. მოდი ჯერ აქედან დავიწყოთ, რომ აი სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ რიტორიკის დონეზე რა სულ ყოველთვის. მაგრამ აი სუვერენისტული პროექტი რა შინაარსით უნდა დაიტვირთოს? აი რაზე უნდა დადგეს ჩვენი დამოუკიდებლობა? ამაზე დისკუსია არსად არ მიდის. არც ერთ ეთერში არ მიდის სერიოზულ თემებზე დისკუსია. გუშინ გამოუგნებელი რამე ვნახე, ალბათ თქვენს ნახეთ, გირცსა და მელიას შორის რა დისკუსია გაიმართა. ეს არის სახე იმისა, რაც ხდება საერთო საზოგადოებაში. ეს არის ჩვენ დიალოგი არ შეგვიძლია, სერიოზულ თემებზე ვერ ვსაუბრობთ. და ამის გარეშე ამ თემების გადაწყვეტა, რომ როგორი უნდა იყოს შენი განვითარების ხედვა და უშუალოდ საით მიდიხარ, საერთოდ წარმოუდგენელია. და აი განათლების სისტემაში რა, თუ ეს ძვრები განათლების სისტემიდან მეცნიერებიდან არ დაიწყება, წარმოუდგენელია ეს პროცესი ზოგადად დაიძრას. და რას ვხედავ დღეს, რომ ჯერ რაღაცა კომისია შეიქმნა, სადაც ჩემთვის გუცფელად გაუგებარია რა უნდა განათლების სისტემის უმაღლესი რეფორმის კომისიაში ყველა სამინისტრო და მინისტრებს
პრემიერს და მერს. ანუ რა ხდება საერთოდ? ანუ მე გამიგია რომ დაუშვათ სპეციალისტები, ამ დარგის სპეციალისტები დაინიშნონ, უკვე გარკვეული აზრები გაგვეშეს, რა არის მათი ხედვა. ზოგადად როგორ უნდათ რომ შეცვალო? კაი, კონცეფცია ადრეა, იმიტომ რომ კონცეფცია ჯერ უნდა იმუშაო, მერე დადო, მაგრამ ხედვა ხო უნდა გაგაჩნდეს. საერთოდ რა გინდა რომ გააკეთო? ამაზე არაფერი არ თქმა. და ნუ ამის დრო არ გვაქვს რა, უბრალოდ აღარ გვაქვს ამის დრო და ამის ფუფუნება რომ ესე გადავავადოთ რაღაცეები, ისე საკმარისად დიდად გადავავადეთ ეს ყველაფერი და რაღაცა ზომებია მისაღები. თუნდაც ის რომ საკვანძო სამინისტროებში დღემდე არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც იქ არ უნდა იყვნენ, არც კომპეტენციით და არც მათი იდეოლოგიური წარმოდგენებით. ის რომ შენ დაუშვათ 6 საათამდე მუშაობ საჯარო სამსახურში, 6 საათის მერე უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვი, რომ მთავრობა დაამხო, ეს არაფერში არ ჯდება. ხო და ამ ყველაფერზე თუ არ ვიფიქრეთ და ვიმსჯელეთ ძალიან მკაფიოდ. ნუ არ ვიცი რა. და რატო ხდება ეს ამბავი? აი მითხარი რა, რატო შეიძლება ადამიანების და ესე ვთქვათ ადამიანური რესურსის არარსებობის გამო ხდება? ანუ აი რატო უნდა დაინიშნონ? იცი რა არის, თავარია რომ პოლიტიკური ნება არსებობდეს. ადამიანურ რესურსებზე როცა იწყებენ საუბარს, რომ არ არიან რა, ჩემ გარშემოც არიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი, ძალიან ლოიალური, ძალიან ჩამოყალიბებული პროფესიონალები, რომლებიც უბრალოდ ვერ ნახულობენ თავის სივრცეს, არ ეძებენ, არ მიდის ამ ადამიანების ძებნა, რომ ჩააბარონ ეს სფერო დაუშვათ, ხო? კი, აი რომ რაღაცნაირად შეძლონ თვით რეალიზაცია. ეს ადამიანები არ ითხოვენ არაფერს, პირიქით რომ უბრალოდ უნდათ რომ თავისი პროფესიული ეს გამოცდილება ცოდნა რაც დაუგროვდა წლების მანძილზე, მოახმაროს საჭირო საქმეს. ამის შესაძლებლობაზეა საუბარი, მეტი არაფერზე საერთოდ. და შენ თუ ესეთ ადამიანებს არ ეძებ, საერთოდ ყველაზე დიდი ფუფუნება და ყველაზე სწორი მიდგომაა რომ ჭკვიან ადამიანებს ეძებდე, ეს ადამიანები შემოიკრება და ჩააბარო ის საქმე, რაც მათი კომპეტენციის ჩარჩოებში ჯდება. ყველაზე დიდი სასიამოვნო პროცესი ესაა. რომ ჭკვიან ადამიანებს ზოგადად ურთიერთობა გქონდეს და შენ რო ამის გარდა ყველაფერს აკეთებ და უბრალოდ არ იკარებ რა, არა გაუგებარი არის საერთოდ როგორ უნდა დაიზრას ეს პროცესები რა. ამის გარდა, ნუ ჩვენ ვნახეთ რა ეს წინარე ეს მიკროკრიზისი რაც გქონდა, რომ ახალგაზრდებში არის სერიოზული პრობლემა. და ამას მარტო განათლების სისტემის რეფორმაც არ უშველის. ამას უშველის ის რომ ახალგაზრდობის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს კიდე ფუნდამენტურად. და მიდგომ მთელი რიგი სივრცეები უნდა შეიქმნას, სადაც ეს ადამიანები მიიღებენ ალტერნატიულ ინფორმაციას, ალტერნატიულ ცოდნას, უამრავი აქტივობა შეიძლება განხორციელდეს. ეხლა რაც ხდება დღესდღეობით, ხო? არ მინდა ეხლა ვიღაცების მიერ ცოტა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ეს არის ფორმალურად დაგეგმილი აქტივობის შინაარსისგან, იდეოლოგიური კომპონენტებისგან დაცლილი და ცოდნისგან დაცლილი. აი ესეთი აქტივობები და ესეთი პროექტები თუ არ დაიგეგმება ძალიან ბევრი. ნუ რა უნდა შევცვალოთ ახალგაზრდებში? როგორ უნდა შევცვალოთ? სულ არსებობს რამდენიმე, აი დავუშვათ ეხლა უბრალოდ მეც მაინტერესებს შენს კითხავ გულწრფელად, რამე რო გაინტერესებდეს, გაიგო გეოპოლიტიკურ თემებზე და საერთაშორისო ურთიერთობებზე. ბევრი არხი გაქვს ესეთი ჩენელი ქართულ ენაზე, რასაც მოусმენ. საერთოდ არა მაქვს არც ერთი. ხო. არა ჩვენ ვიცით რომ ეს თემები ძალიან მნიშვნელოვანია. დღესდღეობით ხო დავინახეთ უკვე. და ერთადერთი რაც ავითვისეთ და ეს საინტერესო თემაა ზოგადად, არჩევნები როგორ მოიგო ოცნებამ რა. არჩევნები ოცნებამ მოიგო იმიტომ რომ ძალიან მარტივად გამოიწერა YouTube-ზე რამდენიმე არხი, დააჯდა რაღაც საინფორმაციო წყაროებს, აითვისა X-ის პლატფორმა, ნახა რომ ალტერნატიული საინფორმაციო მთელი ველი და სხვა განზომილება არსებობს და აითვისა ის ინსტრუმენტები. და ამით შექმნა ახალი ნარატივები. მშვიდობის და ასე შემდეგ ომის საფრთხეების და მთელი რიგი ნარატივები. ოპოზიციამ რომელსაც რაღაცა პრეტენზიები აქვს, გაუგებარი და რაღაცებს ითხოვენ და დარბიან და იქ საბოტაჟს ცდილობენ და ყველაფერს რა ანტისახელმწიფოები, ისეც ვერ გააკეთეს. ანუ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელსაც აქვს უდიდესი დაფინანსება, ელექტორატიც ყავთ, ყველაფერი აქვს, ვერ გააკეთეს ადამიანებმა, რომ თავისი ნარატივები შეექმნათ. რაზეა საუბარი საერთოდ და ამ ხალხს აქვს პრეტენზია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მართლობაში, ხელისუფლება ჩვენ რანაირად. არჩევნებზე ელემენტარული ვერ გააკეთეთ. ის კაი გავანებოთ, რომ რეგიონებში არის ხალხს არ ელაპარაკნენ, ნარატივები ვერ შექმნეს. იმდენი ინფორმაციული ან ინტელექტუალური სამუშაო ვერ გაწიეს, რომ ახალი მესიჯები შეექმნათ, ისეთი, რომელიც ხალხს მიიზიდავდა. არა, ის ხალხს ვერ იზიდავს ისინი, ელემენტარულად. ვერა, ნუ ეხლა რუსოს ძახილი დაიღალა ყველა, ეს აბსურდით ყველა დაიღალა. რაღაცა გითხარი. სახეებით, რომ წამებლების და იმის, ნუ ეს ამას არ იღებს ხალხი ელემენტარულად უკვე 12 წელიწადია რა. და ამას ემატება ტოტალური უშინაარსობა. უშინაარსობა, კი ბატონო. და ეხლა ვტოვებთ ჩვენ მართლ პარტიას ისეთ ძალიან კომფორტულ სიტუაციაში, როდესაც რეალურად ოპონირებას ვერავინ ვერ უწევს. არ არსებობს ოპოზიციური სუბიექტი, რომელსაც აი კონსტრუქციულ, მე არ მაქვს საუბარი ისტერიკაზე, აბსურდზე, ხო, რომელიც კონსტრუქციულ ოპონირებას გაუწევდა.
და როგორ უნდა წავიდეთ რაღაცა პოზიტიურისკენ, თუ აი ეს ოპონირება არ შედგება და ნორმალური დიალოგი არ იქნება და კრიტიკული კითხვები არ დაისმება მთელ რიგ საკითხებზე. მე რთულად წარმომიდგენია. ერთადერთი ესეთი პარტია, რომელიც არის და გუშინ გამოჩნდა სხვათა შორის, აი ეს მელიას და გირჩის კონტრასტი. თორემ იმათ შეუძლიათ დიალოგი. შეიძლება რაღაცეებში ბევრ რამეში არ ეთანხმებოდი, ძალიან ბევრ რამეში, მაგრამ მოგისმენენ, გაიგებენ, შენც მოусმენ, გაიგებ, დიალოგი შედგება. შეუძლიათ, კი ბატონო. ხო და ეს არის ერთ-ერთი გამონაკლისი, როგორც არის დაუშვათ, მე მგონა რომ ალტინფოც ესეთი გამონაკლისია, გიჩიც ესეთი გამონაკლისია, რამდენიმე ჯგუფი არის, ვინც მოგისმენენ თავისი პოზიციები და გაცვლი და რაღაცა პროცესი დაიძრება. დანარჩენი, ვინც არის ეს 4 ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, იქ დიალოგი არ შეიძლება. იქ არაფერზე საუბარი არ შედგება. ხო და ეხლა ჩვენ სიტუაციაზე ცოტა ისე ვერაფრით ვერ დავანგრიეთ ეს პრინციპში მიშას ვერტიკალია ეგ ხო ეგ 4 ოპოზიციური პარტია რა კი ვერაფრით 12 წელიწადია ვერაფრით ვერ დავანგრიეთ და არც აპირებენ არცაც წასვლას ხო ეხლა პრინციპში თავისი ნებით პოლიტიკიდან არავინ არ წავა ამხელა შემოსავლებს შეუულობენ და ამხელა იმას და პირდებიან რომ მოვალთ ხელისუფლებაში მოვალთ ვინც აძლევს მათ ფულს მე არ მაქვს ყვარების და სახელებს არ ვიტყვი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყოველი არჩევნები ესე მიდის რომ პირდებიან რომ ისინი მოდიან ხელისუფლებაში და ამ დროს ვერ მოდიან და მე იწყება ყველაფერი და მე რამდენი რევოლუციის მცდელობა იყო ეხლა არ ვიცი ვეღარც ვითვლი ხო და რით როგორ შეიძლება ეს გამოვასწოროთ რომ გაჩნდეს ისეთი ძალა რომ ვინც მართლა გაუშვებს ეს ადრე თუ გვიან ოცნებას ხელისუფლებიდან რა და გადაიყვანს ოპოზიციაში ხო ძალიან რთულია პირველ რიგში ამის ინტერესი უნდა ქონდეს მართლ პარტიას მართლ პარტიას უნდა ქონდეს იმის ინტერესი რომ რეალურად აი ეს დემოკრატიული პროცესი დიალოგი რო შეიქმნას გავანებოთ დემოკრატიასთან რაღაცა დისკუსია და დიალოგი რო შეიქმნას უნდა არსებობდეს ისეთი პოლიტიკური სუბიექტები ვისაც მინიმუმ ეს შეუძლია ყველაფერს თავი გავანებოთ ვინც არ ფინანსდება კიდე სხვადასხვა გარე ძალებისგან და მისი ინტერესი არის მართლა რეალურად ადგილზე რაღაც პოზიტიური ცვლილებები მოახდინოს. შეიძლება ხედვებში იყოს აცდენა, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. პირიქით, შეიძლება ამ პროცესში კიდევ უფრო პოზიტიური რამ დაიბადოს. ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ჩვენ ვართ ყველაფერს, რაც გარშემო ხდება, თითქმის მოწყვეტილები. კი, აი, ოცნების ერთადერთი ასაც ვერ დაუკარგავთ. საგარეო ურთიერთობებში, საგარეო პოლიტიკაში ძალიან სწორად, ინტუიციურად და სიტუაციურად ლავირებენ და მოძრაობენ. მაგრამ ჯერ ეს გარანტია ვერ იქნება, რომ ეს თანმიმდევრულად ესე გაგრძელდება, ამას სჭირდება სხვანაირი დაფუძნება. ზოგადად, საგარეო პოლიტიკის ხედვაც უნდა შეიმუშაო. არა მარტო განათლების პოლიტიკის ხედვა, იმიტომ რომ სად მივდივართ, როგორ მივდივართ, რას ვაპირებთ ზოგადად, ხო? არ გვაქვს ამაზე პასუხები ჩვენ. ის რომ ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ ისეთ ფორმატებში, დიალოგის ფორმატებში, როგორც არის 3+3, ბრიქსის ფორმატი და ასე შემდეგ, ბევრ კითხვას აჩენს. იმიტომ რომ მე როგორც წარმოვიდგინეთ ჩემი ხედვა და არ ვიცი შეიძლება შევთანხმდეთ ამაზე რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გარკვეული მშვიდობის პლატფორმა რეგიონში რომელიც იქნება როგორც ინფრასტრუქტურული ჰაბი ეს სამშვიდობო პროექტებისთვის ასევე საწარმოო არა მარტო ინფრასტრუქტურის დერეფანი არ ვართ მარტო ჩვენ უნდა ვიყოთ რაღაცა პოტენციალი უნდა გამოვითაროთ ჩვენი წარმოება უნდა გქონდეს აი ეს ყველაფერი რომ შეიქმნას ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ ყველა მშვიდობის ფორმატის დიალოგში ჩართული და რატო არ ერთებიან როგორ ფიქრობ? აქ რაღაც კომპლექსები და შიშებია რა. კი, რომ აი მე რა იტყვის შე რომ 3+3-ში დაჯდება იქ რუსეთია. მე ოპოზიცია რას გიტყვის? ანუ მაინც მუშაობს რუსეთის თემა, არ არის გაცვეთილი. კი, ხო, მუშაობს რა ესენი აძლევენ უფლებას რომ იმუშაოს. იმიტომ რომ რაღაც მომენტში უნდა ითქვას რომ ეს საჭიროა იმისთვის რომ ჩვენი სახელმწიფო პოზიციონირდეს როგორც რეგიონში მშვიდობის ჰაბი და ჩვენ უნდა ვესაუბროთ უკლებლივ ყველას. აი ეს მარტივი რამე უნდა ითქვას პრინციპულად. უნდა ვესაუბროთ ძალიან პრობლემურია, მაგრამ რუსეთსაც იმიტომ რომ მთელი დიპლომატია არ არის შენ მეზობის კარგ მოსურნეს და კეთილ მოსურნეს რო ელაპარაკო. დიპლომატია არის რომ იმას ესაუბრო, ვისთანაც მთელი რიგი პრობლემები გაქვს. რუსეთსაც უნდა ესაუბრო და სხვა ძალაუფლების ცენტრებსაც, როგორც ჩინეთია, ამერიკის შეერთებული შტატები, სხვადასხვა რეგიონები. კიდევ, საერთოდ აი ტრამპზე გამოჩნდა ეგ ყველაფერი ძალიან კარგად, რომ როგორი ჯერ კიდევ მიამიტური წარმოდგენები გვაქვს საერთაშორისო გლობალურ პროცესებზე, რომ აი ტრამპი რომ მოვა, გვეშველება, ყველაფერი დაგვილაგდება, მშვიდობა დაისადგურებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იგი მოუდინებია მასკთანაც დაკავშირებით. და რეალურად არ არის ესე მარტივად საქმე. ჩვენ ხედავთ უკვე რა პროცესები დაიწყო ლათინურ ამერიკაში.
და ამაზე უნდა ვისწავლოთ, უნდა დავაკვირდეთ და ვისწავლოთ. და რას გულისხმობ? ეს ტრამპის გაცხადებული ახალი საგარეო პოლიტიკა დგას ორ ელემენტზე, ხო? ამაზე უკვე მგონი ყველა თანხმდებით, რომ პირველი ეს არის მონროს დოქტრინა, ანუ გავლენების გაძლიერება და გამტკიცება მთლიანად ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში და შემდეგ უკვე ჩინეთის შეკავება. და ეს პირველი კომპონენტი იმისთვის გჭირდება, რომ როდესაც ჩინეთის შეკავებაზე ამბიცია და პრეტენზია გაქვს, შენ რეგიონში უკვე მტკიცედ უნდა იდგე ფეხზე. და ამ მიმართულებით უკვე მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა. ცალკე საკითხია რა ხდება მექსიკაში, რა დაძაბულობა, ბოლო დღეებში კოლუმბიაში როგორ დაიძაბა სიტუაცია, პანამაში, კუბაში, ვენესუელაში, ჩვენ ამ ყველაფერზე წარმოდგენა არ გვაქვს. არა და რეალურად ამბობენ, რომ აი ტრამპი ჩვენთან დაალაგებს საქმეებს, იმიტომ რომ უკრაინიდან გამომდინარეობს შეელობენ, რომ უკრაინაში რომ გაცხადებული სამშვიდობო პოზიცია აქვს, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ჩვენაირ სახელმწიფოებს, როგორებიც არიან იმ რეგიონში უხვად, რომლებიც თავის სუვერენისტულ პროექტს ედგანა, ჩვენ განსხვავებით იმათ შინაარსი აქვთ. ჩვენ არ გვაქვს შინაარსი. იმათ მაიცია, რომ მათი სუვერენიტეტი დგას ანტიიმპერიალიზმზე და ანტიკოლონიალიზმზე. ასეთ რეჟიმებს ტრამპი ებრძვის უკვე გაცხადებულად. მარკო რუბიოს დანიშნა სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე იყო თავიდან ბოლომდე ამით განპირობებული, რომ მონროს დოქტრინა უნდა აღადგინო და აი ამ ახალი პოლიტიკის აღზევება უნდა დაიწყოს. ახლა მომავალში დიდი ალბათობა რომ ვიხილოთ რეჟიმების ცვლილებების თელი კასკადი ლათინურ ამერიკაში, მთელ ამ ქვეყნებში, რომლებიც ჩამოთვალე. ანუ კოლუმბიაში გასაოცარი რამე მოხდა რა. ტრამპმა დაუწესა 25%-იანი საქცია, შემდეგ კიდე 25 ინტეგრალურად 50%-იანი საქცია იმასთან დაკავშირებით, რომ კოლუმბიამ უარი თქვა, როდესაც ტრამპამ თვითმფრინავით გააგზავნა ეს მთელი რიგი მიგრანტები, ბორკილებით ესე დამამცირებლად გაუშვა უკან კოლუმბიაში, კოლუმბიის პრეზიდენტმა გამოვიდა და თქვა ესე ძალიან მარტივი რამე. რომ ჩვენ თვითონ წავიყვანთ, ჩვენი კერძო თვითმფრინავით და ჩვენი მომსახურებით, რომ ეს ადამიანური ღირსების ამბავი არ დაირღვეს. ნუ აი ამ კონფლიქტით აქამდე იყო კიდე მთელი რიგი საკითხები, რომ 2022 წელს ვაფშე პირველი პრეზიდენტი მოვიდა კოლუმბიაში მიმარცხენე და 23-ში გაფორმდა ჩინეთთან სტრატეგიული ხელშეკრულება. და ისეთ რაღაცეებს ამერიკა მცირე სახელმწიფოებს, როგორც ჩვენ ვართ და ის სახელმწიფოები არა ლათინურ ამერიკაში, ესე მარტივად არ პატიობს. და მოკლედ ყველაფერი ეს პროცესები ძალიან დაიძაბა რა ლათინურ ამერიკაში. მაგრამ ჩვენ ამაზე არაფერ მაინც გვესახება ისე, რომ აი ტრამპი გადაარჩენს ყველაფერს და რაღაცა უკრაინის კონფლიქტს გადაჭირს. და უკრაინის კონფლიქტი ძალიან რთულადაა ყველაფერი. იმაზე ბევრად რთულად, ვიდრე ჩვენ ბევრს წარმოუდგენია, რომ აი ეს თუნდაც მოლაპარაკებები რომ დაიწყოს პუტინთან, რომ პირდაპირ მოლაპარაკებები ტრამპსა და პუტინს შორის, ხო? დიდი ალბათობა რომ ესე მარტივად ვერ დაალაგდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ითვალისწინებს იმასაც ავტომატურად, რომ უნდა გადაწყდეს მომავალი ევრაზიის ზოგადად უსაფრთხოების არქიტექტურა. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საკითხი, უნდა გადაწყდეს როგორი იქნება ამ კონტინენტზე უსაფრთხოების სამომავლო პოლიტიკა. ეს არის ურთულესი პროცესი. თან მაშინ, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ფრონტზე უკლებლივ ყველა მიმართულებით ერთადერთი უკრაინის წინააღმდეგობა შეინიშნება, კურსკის რეგიონში, სადაც დრონებით ინტენსიური ომი მიდის. დანარჩენი უკლებლივ ყველა წერტილში, მთელ ფრონტის ზოლზე რუსეთი მიიწევს წინ. ეს პოკროვსკი რაც ხდება, ის ალყის ამბავი და ამ ფონზე ჩვენ ველით, რომ ესე ტრამპი უბრალოდ მივა და პუტინი დათანხმდება რაღაცა კომპრომისულ ვარიანტს. არა, პუტინს აქვს ორი განცხადებული ულტიმატუმი, რასაც ფეხს არ მოუწვის. პირველი ის არის, რომ უკრაინა უნდა იყოს ნეიტრალური, არა ნატოს წევრი ქვეყანა. მეორე ის არის, რომ დაპყრობილი ტერიტორიები, ანექსირებული ტერიტორიები უნდა გაფორმდეს რუსეთის ტერიტორიად. თუ ამ ულტიმატუმებზე ტრამპი არ წამოვა, მაშინ რჩება ერთი ვარიანტი, რომ კონფლიქტი უნდა გაგრძელდეს, რაღაცა მოლაპარაკებები იქნება, მაგრამ საბოლოოდ მიიღებ გაყინულ კონფლიქტს. რაც უკრაინისთვის კიდევ უფრო დამანგრეველი იქნება, რაც უფრო გაიწელება და ეს კონფლიქტი ზოგადად რა. არა მარტო უკრაინისთვის, მთელი მსოფლიოსთვის იქნება და რეგიონისთვის. კი, ასე რომ ესე მარტივად რომ ტრამპი მოვა და ჩვენ მშვიდობას მოგვიტანს და ესე ზედაპირულად, გონი აი იცი რა არის, ერთი მხრივ კარგია რომ ჩვენ ავითვისეთ უკვე X-ის პლატფორმა და ეს ნიუსებზე კარგად ვართ უკვე ყველაფერს ხვდებით სად რა და როგორ არის. და ეს ზედაპირზე აისბერგის წვერზე საინფორმაციო ველზე ვართ, მაგრამ ამის მიღმა არსებობს კიდე ბევრი შრე ანალიზის და ბევრი პროცესი რაც მიმდინარეობს. ნელ-ნელა ამასაც უნდა გავიცნოთ, იმიტომ რომ სხვანაირად სრული და ესე ჯანსაღი და ადეკვატური წარმოდგენა ვერ გვექნება გლობალურ პროცესებზე. შესაბამისად, ძალიან რთული იქნება ადგილზე რაღაცების გარკვევა და დალაგება რა. მით უმეტეს რომ როგორც ჩვენი ძახი ესეც არის პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება, ხო? როგორც ვიცით რა და ეხლა რასაც ჩვენ უყურებთ, ჩვენ გარშემო რაც ხდება საქართველოში პოლიტიკოსების მისამართით, ნუ ელემენტარულად კონტაქტი არ არის რა. კონტაქტი ვერანაირად ვერ დგება. კი. არც ახალი პერსონაჟები იჩითებიან.
და გამოდიან ასპარეზზე, გესმის? ანუ ჩიხში ვართ. კი. ჩიხში ვართ შესული და ამ ჩიხის გასაღები და გამოსავალი არც ჩანს პრინციპში რა. აი რამ შეიძლება გააღოს ეს ჩიხი და გამოსავალი. გონი პირველი ნაბიჯი ის არის რომ აღიაროთ, რომ ჩიხში ვართ. ანუ ის რომ ჩვენ ეხა ჩვეულებრივად ვაგზელებთ ცხოვრებას და აქ არაფერი არ ხდება, ვითომ ასე არ არის. საზოგადოება არის პოლარიზებული. ეს განხეთქილება არ გვინდა დათვლები იქ რამდენი ადამიანი მართლა არსებობს, ხო, ამას ხო ყველა ვაღიარებ. თუ პირველ რიგში ვაღიარებთ რომ გარკვეულ სფეროებში ჩიხში ვართ, ეს პირველი ნაბიჯია. ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ ფიქრი უკვე რა ნაბიჯები გადავდგათ. ამ ნაბიჯებზე უბრალოდ ფიქრიც არ არის საკმარის, უკვე სახელმწიფო დონეზე უნდა არსებობდეს სხვადასხვა თემატური კომისიები, რეფორმებზე მიდიოდეს, ხედვებზე მიდიოდეს საუბარი და არსად არაფერი არ ხდება. აი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც, სამიზნე გახდა იმ ჯგუფების, იმ რადიკალური ჯგუფების, რაც არსებობენ, საზოგადოებრივ მაუწყებელში არის ამის მცდელობა, რომ თითქოს ასპარეზი მიცენ სხვადასხვა ჯგუფებს რა, მაგრამ იქ ჩანს რამხელა კრიზისი. დიალოგი თითქმის აღარ შეგვიძლია. და აი ამ მოცემულობაში ურთულესია მესმის, რომ ეს მარტივი არ იქნება, რომ საერთო ენა გამოინახოს, რაღაცებზე შეჯერდე და ეს რაღაცა ხედვა არსებობდეს, სადაც ყველა ერთად მივდივართ, მაგრამ ცდილობები უნდა იყოს მინიმუმ რა. აი ჩვენ ნახეთ, რომ ხო პრინციპში მთელი ეს პერიოდი უყურებთ, რომ მთელი ჩვენი პოლიტიკა აგებული არის. აი რატო აკეთებ ამას და იმიტომზე ვართ აგებული, გესმის? არ არის არანაირი არგუმენტი მოხსენებული, ამიტომ და ამიტომ ესე და ესე, მოდი ესე გავაკეთოთ, შენ ცდარი ხარ, მე მართალი ვარ ამში. არა, რატო? იმიტომ. იმიტომ ნიშნავს იმას, რომ იქიდან წამოსული, ესე ვთქვათ, რაღაც დავალებებს ასრულებ, ხო? ასაც გეტყვიან, არგუმენტი რა კითხავენ, გაეცი ეს პასუხი, რომ არავითარ შემთხვევაში არ გასცე პასუხი, რომ არგუმენტირებულად გაეცი პასუხი მოკლედ და კონკრეტულად, იმიტომ ესე უნდა იყოს, იმიტომ რომ მე მინდა. და ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება რომ ეს დიალოგი შედგეს, მე წარმოდგენა არ მაქვს რა. როდესაც იქიდან წამოსული ინტერესებრძვი, აქაურ პოლიტიკოს კი არ ებრძვი და აქაურ საქართველოს, ესე ვთქვათ, თავის შემკვლელ ადამიანს კი არ ებრძვი, შენ ებრძვი იქიდან წამოსულ ინტერესს, თავისი წესრიგი, აჯენდა, იდეოლოგია არ გააჩნია. ის არის ყველაფერი, რასაც დაგიკვეთავენ, დირექტივას მოგცემენ, ბრმა დასრულდა. ჩვენ ხედავთ, ამიტომ ვიძახი, რომ იქ უნდა შეიცვალოს რაღაცა, რომ აქ აღარ იყოს ესეთი სიტუაცია. იქ თუ არ შეიცვალა და რაღაცა უკეთესობისკენ არ წავიდა, ხო, და იმ ძალებმა გაიმარჯვეს მართლა, ვისაც შენ პრინციპში ცალკეულა ესე და ამონაგლეჯებს ეძახი და პიროვნებებს და არა სისტემამ. სისტემაც ჩვენ დღეს გვებრძვის და ებრძვის კიდე ამ ქვეყნებს, ეს არ შედგება. ხო, ეს ხო მალე არ ეს პროცესი იქნება თავისთავად, ძალიან საინტერესოა ზოგადად ეს ახალი ფერადი რევოლუციების ტალღა როგორ დასრულდება. იმედია რომ სერბეთში და სლოვაკეთშიც, არ მოხდება გადატრიალებები, მაგრამ ჩვენ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, თელი აი ამ პოლიტიკის ალბათ საერთაშორისო ურთიერთობების ხიბლი ისე რომ ყველა სცენარზე უნდა ვიფიქრო. უნდა შეეცადო, მესმის რომ ჩვენი რესურსები შეზღუდულია და მცირე სახელმწიფო ვართ, ამას ყველა ვათვისნობიერებთ, მაგრამ ასე უნდა გავათვისნობიეროთ ის, რომ პირველი ჩვენი აი ესეთი როგორ ვთქვათ, ამოსავალი არის გადარჩენისთვის ბრძოლა. კი, გასაგებია ეს ხედვები და რეფორმები კარგია, მაგრამ პირველ რიგში უნდა გადარჩენ. ხო, და ამაზე უნდა იფიქრო, ყველა სცენარზე იქ რა განვითარდება, შენ უნდა გქონდეს გარკვეული გეგმები, რომ როგორ უნდა გააგრძელო ოპერირება შემდეგ უკვე. და იცი რა არის ყველაზე გულდასაწყვეტი, რომ ჩვენ ხედავთ, რომ სხვა სახელმწიფოები რამხელა პროექტებს ახორციელებენ და რა მასშტაბის კონკურენცია მიდის იგივე ჩინეთსა და ამერიკას შორის. და ყველა სახელმწიფო ცდილობს, რომ აი ამ კონკურენციაში იქნება ეს ხელოვნური ინტელექტის განზომილება თუ ეკონომიკის სხვადასხვა განზომილებები, თავისი ნიშა დაიჭიროს და რაღაცა უნიკალური პროდუქტი თვითონაც შექმნა. ჩვენთან არც მაგაზე არ არის. გავს თემებს საერთოდ საუბარი არ მინდა. ეხლა უდიდესი, ეხლა ჩვენ ამ თემებზე რატო გვიწევს უფრო კომფორტული ხო იქნება, რომ აი იმ თემებზე ვილაპარაკოთ, საინტერესო რაღაცები რაც ხდება, რომ აი დაუშვათ რამდენიმე დღის წინ ჩინეთმა ჩაუშვა DeepSeek-ი, თავისი ხელოვნური ინტელექტის ლინგვისტიკური მოდელი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა, ხო? ჯერ ამერიკის ბირჟაზე თითქმის 2 ტრილიონი გაქრა, იმიტომ რომ დაინახეს, რომ თვითონ რაზეც მუშაობდნენ წლები და ჩადეს უამრავი მილიარდი, იგივე რამდენიმე თვეში გააკეთა ჩინეთმა 6 მილიონად თუ რაღაცა გაცილებით ნაკლებ და ხედავენ რომ ეს კონკურენცია საერთოდ სხვა განზომილებაში გადის და იმის მაგივრად რომ ჩვენ ვცდილობდით რომ ამ ყველაფრის ნაწილი გავხდეთ. უბრალოდ ის კი არ კი ჩვენ თქვით სალამ შემოდით, კარგია ეს ინვესტიციები რომ შემოდის ერთი მხრივ აზერბაიჯანი, მეორე მხრივ ემირატები, ჯერ საკითხავია ეს ინვესტიციები სად მიდის და ვიზე როგორ ისახება, მაგრამ ანუ
კარგია, მაგრამ არა საკმარისი. მინიმუმ ამის თქმა შეგვიძლია ამ ეტაპზე. ბევრი რამეა სხვა გასაკეთებელი. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კი გავიგეთ რაღაც ზრები არის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ნორმალური რეჟიმი ახლა არსად არ არის მსოფლიოში. ყველანაირად უნდა ვიცოდეთ, რომ ის ტვინების გადინება ხომ მოხდა. ეს რევერსი ხომ უნდა დაიწყოს ამ პროცესის. ეს ტვინები როდესმე ხომ უნდა ჩამოვიყვანოთ, დავაბრუნოთ. თუ ვერ ჩამოყავს, ადგილზე მაინც ხომ უნდა გამოვზარდოთ. ანუ ჩვენი ხიბლი როგორც მცირე სახელმწიფო ბუნებრივი რესურსი შენ არ გაქვს. არაფერი ისეთი განსაკუთრებული. შენ ხომ უნდა გამოიყენო ადამიანური რესურსი და შენი გეოგრაფიული მდებარეობა. ანუ ინტელექტუალური რესურსი და გეოგრაფია უნდა გახდეს შენი მთავარი, ესე ვთქვათ, კოზირი, რითაც შემდეგ უკვე პოზიციონირებას მოახდენ რეგიონში და საერთაშორისო დონეზე, ხო? მაგრამ ამისთვის ყველა უნდა ზრუნავდეს და ყველა უნდა ერთად ოპოზიცია იქნება თუ ხელისუფლება ამისთვის უნდა ზრუნავდეს. ოპოზიციის იმედი ჩვენ ხო არ გვაქვს ამაზე. მინიმუმ მთავრობამ უნდა გააკეთოს და კიდევ უფრო გაიჭიროს. მთავრობა როგორ გააკეთებს? აი ამ სიტუაციაში, როდესაც ოპოზიცია არის უწევს ოპონირება ამას გულს. როდესაც არც ოპონირებას უწევს, არც აკრიტიკებს და პირიქით, ხო? არყევს ქვეყანას დღე და ღამე, ხო? კი, ეხლა ხო ჩასულები არიან ევროკავშირში, ევროპარლამენტში და ცდილობენ რომ რა ყველანაირად არიან და გააწესონ რაღაცა სანქციები და ეს მათი რუტინა გახდა. რომ დადიან იქით ბატონებში, დასავლეთში და ცდილობენ რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ არა მარტო მართლ გუნდს, მაგათ არა მთლიან ერთს რომ ვიგზნოთ ის ტკივილი რომ თურმე რამცდარი არჩევანი გავაკეთეთ. ხო, ნუ ეს თემა არის რთულია. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის ისტორიულად მოყვებოდა ეს ამ ჩვენ საქართველოს ბედიღბალი გვაქვს ეგეთი რომ ურჩი თავადები ყოველთვის არსებობდნენ, რომელიც დარბოდნენ და ეხვეწებოდნენ რომ მოდი მე გამამეფე ეხა და ხო იყო ეს ახალი არ არის, მაგრამ მაინც მოვედით აქამდე და მოდი ეხა ძალიან მაინტერესებს შენი აზრი მასკის ფენომენზე ვილაპარაკოთ რა ძალიან საინტერესო ფენომენია. ძალიან საინტერესო ფენომენია. მასკმა მე მგონია აღმოაჩინა ის, რაც სხვათა შორის ჯორჯ სოროსის შემდეგ არავის არ აღმოუჩენია. ამაზე ბევრი ნელ-ნელა უკვე დაიწყო ფიქრი, მშელობა და ანალიზი და რა გულისხმობ კონკრეტულად. სოროსი იყო ადამიანი, ვინც 80-იანი წლებიდან დაიწყო თავისი უნიკალური იდეოლოგიის შექმნა და ასევე მთელი ქსელი შექმნა, რომლითაც ამ იდეოლოგიას ავრცელებდა. ეს იდეოლოგია იყო რა? იდეოლოგია იყო შემდეგი, რომ ეფუძნებოდა იდენტობის პოლიტიკას, ამ რაღაცა კლიმატურ თემებს, ამ ვოუკის, დაკენსელების კულტურას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც თლიანობაში კრავდა უკვე ეს გლობალისტური იდეოლოგიას, რასაც ეძახიან ამ ყველაფერს. ეს კომპონენტები იდეოლოგიური 80 წლებიდან მოყოლებული, 80-იანი წლებიდან მოყოლებული იქნებოდა. მერე შექმნა მთელი ქსელი. ინფრასტრუქტურული ქსელი, ინსტიტუციური ქსელი, რითაც ამ ყველაფერს ავრცელდა. ეს იყო NGO-ების ქსელი, იყო ასევე მთელი მედია პლატფორმების ქსელი და ნუ ამ ყოდა აკადემია, რასთავარი აკადემიაში შეახცია ძალიან კარგად ყველგან, განსაკუთრებით ევროპულ აკადემიაში და ეს თემები ზუსტად იქ დატრიალდა და იქიდან უკვე საზოგადოებაში იშლებოდა. და ეს ყველაფერი შექმნა იმიტომ, რომ რაღაცა თავისი მიზნები და ინტერესები ჰქონდა, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ ეს ერის სახელმწიფოების სუვერენიტეტი ძალიან მოწყვლადი გამხდარიყო ევროკავშირში და მთელ მსოფლიოში, ხო? ეს არ არის კონსპირაციები, ეს არის რაც მოხდა. და მართლა სუვერენული სახელმწიფო ფაქტია. ჩვენ არ ვიცით, ფაქტია, რომ სუვერენული სახელმწიფოები დასუსტდა. ესე იგი, მასკმა აღმოაჩინა, რომ ამ ადამიანს რო დაუპირისპირდა, ამ იდეოლოგიას რო დაუპირისპირდე, დაახლოებით იგივე მეთოდები მაინც უნდა გამოიყენო, ეს არის პროგრამა მინიმუმ. და მან დაიწყო ზუსტად იმ იდეოლოგიური სუბიექტების მხარდაჭერა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ჯერ იყო არგენტინა და მილეი, შემდეგ იყო როგორც ვახსენეთ გერმანია და AfD, ასევე ბრიტანეთში ნაიჯელ ფარაჟი, რუმინეთში ჯორჯესკუ და ყველგან ცდილობს ანტისისტემური ელემენტები გააძლიეროს. ეს არის სისტემაში მოიყვანოს. კი, და ახალი სისტემა, ალტერნატიული სისტემა შექმნას. ესე იგი, მისი იდეოლოგია როგორც ასეთი არის, რომ ნუ შედარებით კონსერვატიული და ლიბერტარიანული იდეოლოგია, რომ მცირე სახელმწიფოს პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს ყველაფერი, მცირე სახელმწიფო უნდა იყოს რაღაცა მისაბაძი მოდელი, ასე შემდეგ, თავის იდეოლოგიური წარმოდგენები აქვს. და ასევე იწყებს ზუსტად ისეთივე ქსელის გამართვას, რაც თავის დროზე სოროსმა გააკეთა. პირველ რიგში ეს სუბიექტები და უნდა შეიქმნას მათ შორის კავშირი და ის რაღაცა დიდი ქსელი, კონსერვატორული და ლიბერტარიანული ძალები ასევე უნდა შეიქმნას ის სოციალური პლატფორმა, სადაც მათ თვითრეალიზაციის საშუალება ექნებათ, რაც არის უკვე X-ი და ის გახდა ალტერნატიული საინფორმაციო წყაროს რაღაცა საბადო და ამავდროულად
ნელ-ნელა იკვეთება რა შეიძლება იყოს ამის მიზანი, რადგან ბევრს მსჯელობენ, სხვადასხვა აზრები არსებობს. პირველი აზრი არის ის, რომ კარგი ეს რუტინული ის, რომ შეიძლება კონსერვატული იდეოლოგიები და ლიბერტარიული იდეოლოგიები გაძლიერდეს. მაგრამ არსებობს კრიტიკული პოზიციების, რაც სხვათა შორის ტრამპის ადმინისტრაციაში მისმა ყოფილმა მრჩეველმა პირველი ვადის დროს სტივ ბენონმაც გააჟღერა, რომ აი ამ ტექნოკრატების მოძლიერებას შეიძლება ახდეს თავისი რისკები, როგორც არის, ფაშისტური ტენდენციების გაძლიერება და ასევე ფაშიზმს, რასაც ეძახიან ტექნოფეოდალიზმს, ანუ ეს არის, რომ კორპორაციული მართლობა უფრო წინა პლანზე წამოვა და ეს მულტინაციონალური კორპორაციები, რაც ისედაც უდიდესი ძალაუფლებით სარგებლობენ, კიდევ უფრო გაძლიერდებიან. ამაზე კრიტიკა, ეს არის საინტერესო პროცესი, რომ ტრამპმა მოახერხა, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ელემენტები გაერთიანებინა თავის ადმინისტრაციაში. ერთი მხრივ, ბენონი უშუალოდ არც ერთ პოზიციაზე არ დანიშნულა, მაგრამ ისევ იქ არის, ასევე გუში JD Vance-მა განაცხადა, რომ ეს კორპორაციული მართლობა რაღაცნაირად მოითოკოს და ამავდროულად ჩვენ ვხედავთ ინაუგურაციაზე რა მოხდა. აგედ არის CEO-ები, ხო, Apple-ის, Tesla-ს, ყველა იქ იყვნენ, ხო, Facebook-ის და ასე შემდეგ. ანუ მან მოახერხა, რომ ეს კორპორაციული და ლიბერტარიანული კონსერვატიული ძალები რაღაცნაირად დროებით მაინც ერთ ქოლგაში მოიქცია. ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია. საბოლოოდ რა გამოვიდა, საიცავა ეს ტენდენციები, ამაზე ადრეა საუბარი, მაგრამ ფაქტია, მასკი ცდილობს ეგრეთ წოდებულ king-maker-ობას. ანუ თავისი ინტერესების გავრცობას სხვადასხვა ქვეყანაში და იმ პოლიტიკური ძალების ხელშეწყობას, რომელიც მას აწყობს პოლიტიკურად და ალბათ ეკონომიკურადაც, რომ გაიმარჯვონ. ნახოთ აი როგორ გამვითარდება მოვლენები, იმიტომ რომ ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტი იქნება გერმანია. აი AfD-ს მიმართ ესეთი გულანტებული გერმანიაში თებერვალში ხარჯაჭერა, ნახოთ, იმიტომ რომ ეხა რაც პროექციებია, 20-დან 25%-მდე სავარაუდოდ AfD იღებს და ნახოთ, შეიძლება კიდევ უფრო შეიცვალოს ეს ალფა ბალანსი და რაღაც კიდე გაუთვალისწინებელი მოხდეს, მაგრამ საინტერესოა რა ეს პროცესი იმდენად, რამდენადაც აი მომავალი საერთაშორისო წესრიგი რა შეიძლება დაეფუძნოს, აი ამაზე გარკვეულ კონტურები შეიძლება გამოვიყვანოთ და ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ თვითონ ევროკავშირის წიაღშიც წინააღმდეგობა იბადება, აღარ არის უტრირებული ნათქვამი რა. რამდენიმე წელში შეიძლება ვიხილოთ უკვე ინსტიტუციური გაერთიანება აი ოპოზიციურად განწყობილი ქვეყნების, როგორც არის დაუშვათ სერბეთი, რუმინეთი შეიძლება იყოს თუ ჯეორჯესკომ გაიმარჯვა, სლოვაკეთი, უნგრეთი, ხორვატია, საქართველოც, ანუ სუვერენისტულ ხაზს ვინც ატარებს, ამ ქვეყნებს შორის დიალოგის ფორმატები შეიძლება საერთოდ სხვა რამეში გადაიზარდოს. ეს არ არის რაღაცა утоპიური საუბარი, მოვლენები დაჩქარებულია ყველგან და ყველაფერში, ანუ ესე შეიძლება ერთ-ერთი სცენარი იყოს საომარი. ასე რომ ძალიან საინტერესო ეპოქაში ვართ. ძალიან საინტერესო ეპოქაში ვართ, კი, მაგრამ ძალიან ამავე დროს ძალიან საშიში რა, რომ და ბედნიერება იქნებოდა, რომ ეს ყველანი ხელისუფლება იქნებოდეს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ერთ საქმეს რო ემსახურებოდეს და საქართველოს და ამ მიწას და ამ ხალხს რო ემსახურებოდეს და ისე მოაწყეს საქმე, შეიძლება სოროსი ახლა წინა პლანზე არის წამოწეული და ეს სოროსის უკან კიდე ძალიან ბევრი ადამიანები არიან მოყალათებულები, მაგრამ ამათ შორის ბრძოლა მიდის, სერიოზული ბრძოლა მიდის მასკს და აი ამ ხო, რთული ქსელია, ბად ორი ფრონტიც არ არის სავარაუდოდ, ბევრი ინტერესებია და ეს ინტერესების ჭიდილი ქმნის აი ამ, მაგრამ თავარი აი ეს ქოლგა საკითხი მაინც რჩება ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საერთაშორისო ურთიერთობების გლობალურ პოლიტიკაში ხდება, ეს არის, რა თქმა უნდა, ორი სისტემის დაპირისპირება. ერთ მხარეს არის უნიპოლარული, ანუ ამერიკა-ცენტრული სისტემა, რასაც ტრამპი ცდილობს, რომ ეს სისტემა აღადგინოს და შეინარჩუნოს და მეორე მხარეს არის მულტიპოლარული სისტემა, რომლის წინ წამოწევასაც ცდილობენ ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც არიან დღეს BRICS-ის ალიანსის წევრები, ხო? ანუ თავარი დაპირისპირება რაც არის, რისი აი გამოხატულებაც არის მერე უკვე ჩინეთსა და ამერიკას შორის დაპირისპირება. რეალურად არის ამ ორ დიდ წარმოდგენას შორის დაპირისპირება. ერთი ამბობს, რომ მე ვარ ჰეგემონი და ყველაფერი უნდა მოეწყოს საერთაშორისო წესრიგი ისე როგორც მე მინდა ამერიკას და ჩვენ ვართ ჰეგემონიური ძალა. მეორე წარმოდგენა ამბობს, რომ იცი რა არის? შენ აღარ ხარ უკვე საკმარისად გაძლიერდა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები და უნდა არსებობდეს ბევრი ძალაუფლების ცენტრი და ყველას უნდა ქონდეს თავისი ავტონომია და თავისი სუვერენიტეტი. და გამოსავალი არის იმაში, რომ ჩვენ გქონდეს ცივილიზაციური სახელმწიფოთა შორის დიალოგი და ეკონომიკური ურთიერთობების ჯანსაღი, რომელთაც ერთმანეთს გავაძლიერებთ. ეს არის BRICS-ი, ის პრინციპები, რაზეც BRICS-ი დგას. კი, თუმცა ტრამპის გუნდშიც არის მაგაზე ლაპარაკი და ამ ბოლო დროს არის. ეთანხმებიან ამ პატარა ქვეყნების სუვერენიტეტს და არ დავკარგოთ ისინი და მათი
ისე ვთქვათ, ხელოვნება იქნება, თუ კულტურა იქნება, ეს საჭიროა დღევანდელი მსოფლიოსთვის. ესეთი ადამიანებიც არსებობენ ტრამპის გარემოცვაში. ბევრი ჯგუფი არის ტრამპის ადმინისტრაციაში. ზუსტად ეს არის, რომ არიან შედარებით რეალისტები, რასაც შენ აღწერ ახლა, აი ეს მირშაიმელის ხაზს ვინც ავითარებს არიან ესეთი ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ ძალთა ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ და უნდა შევეცადოთ კონფლიქტები გადავჭრათ და შედარებით მშვიდობიანად ვიყოთ და გონივრულად გადავწყვიტოთ, სად უნდა ჩავერიოთ და ყველა კონფლიქტში თავით არ უნდა გადავეშვათ, მაგრამ არიან ასევე ჰარდლაინერები, როგორც არის არ ვიცი ლინცი გრეჰემი, სხვათა მარკო რუბიოც, არაფერი დასამალი ამაში არ არის, ერთ-ერთი ნეოკონი იყო ყოველთვის და მისი მთავარი ესე იგი ამოსავალი იყო ის, რომ ის სისტემები, რომელიც იყო ანტიამერიკული სენტიმენტებით განწყობილი ლათინურ ამერიკაში, ის ყველა სისტემა უნდა რაღაცნაირად მოიშთოს. და აი ეს იცი რა არის ეს მარკო რუბიოს ფაქტორი, ესეთ განყენებული და კერძო ფაქტორი არ არის, კიდე ბევრია ესეთი. იგივე მაიკ ვოლცი, პიტ ჰექსეტი და მთელი რიგი პიროვნებები არიან, ვინც არიან ყოფილი ნეოკონები. ეხლა ნეოკონების გამოსწორება და ისე არ ვიცი რამდენად რეალისტურია და მათ აქვს ძალიან განსხვავებული. ეხლა შეიძლება აქ თავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ რო ხედავთ რომ ამ ნეოკონებს უკვე უნდათ უკრაინაში ბევრს მშვიდობა, ვფიქრობთ რომ შეიძლება ეს იყოს მთელ სოფლიოზე ვრცელდებოდეს. არა, იქ მშვიდობა იმიტოა საჭირო, რესურსები სხვანაირად გადანაწილდეს, პრიორიტეტები სხვანაირად გადათამაშდეს და ეხლა მოსაგვარებელია ის, რომ შენ უკანა ეზოში, რასაც თვითონ ეძახია ლათინურ ამერიკას, იქ თუ ვერ აკონტროლებს უბრალოდ სიტუაციას და იქ თუ შენ ჩინეთი შემოდის და თუნდაც პერუში გიხსნის პირველი მეგაპორტი გახსნა, რომელშიც ძალიან დიდი ინვესტიციები ჩაიდო და კლიენტ ლათინურ ამერიკა პერუდან იმართება, ხო? აი ეს ინფრასტრუქტურული ქსელი გაიმართა, როგორც ჩინეთი გადადის სრულიად ახალ ეტაპზე ვაჭრობის. ამის რაღაცა ჩეკავება უნდა შეძლო. და ამას ძალიან კარგად ხვდება ტრამპის გუნდი. რომ შენ სოფლიურ ჰეგემონიაზე პრეტენზია და ამბიცია ვეღარ გექნება თუ შენ უკანა ეზოში ვერ დაალაგებ სიტუაციას. და აქედან გამომდინარე, აი მექსიკაში უნდა ველოდოთ ძალიან საინტერესო ამბავს და შემთხვევითი არ არის რომ სტატუსი შეეცვალა კარტელებს და გადაკეთდა ტერორისტულ ორგანიზაციებად. ეს სტატუსის შეცვლა მათ აძლევს რეალურად ლეგიტიმაციას, რომ თუ 2 წელიწადნახევრის წინ დავუშვით ჩვენ ვიხილეთ უკრაინაში ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია, არ არის გამორიცხული რომ მექსიკაში ვიხილოთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია. თუმცა იყო გუშინ სროლები უკვე დაიწყო. საზღვარზე, კი? საზღვარზე დაიწყო. რა შეჭირდებათ აი ეს არის თემა. უბრალოდ ის კი არა რომ აი არა ეგ ძალიან პრაგმატული მიზნებია. პრაგმატული მიზანი ის არის რომ დაინახეს რომ მას მე რაც პირველი ვადის დროს ტრამპის მმართველობის დროს დაწესდა სანქციები ჩინეთზე, ჩინეთმა და სხვა ევროპულმა, აფრიკულმა ქვეყნებმა, აზიურმა ქვეყნებმა, რომელზეც ტრამპის სანქციები და ტარიფები ვრცელდებოდა, ესეთი მარტივი გამოსავალი მონახეს, რომ მექსიკაში გაიხსნა თავისი შუალედური ქარხნები, საწარმოები, სადაც მოხდებოდა მათი დავუშვათ made in China, რაღაცა პროდუქტი ჩადის. ის ნაწილობრივ გადაიწყობა, გახდება made in Mexico და შემდეგ საზღვარზე უკვე უპრობლემოდ შედის. ანუ ერთგვარი თავის არიდების მეთოდია. და მექსიკა გახდა ამასობაში უბრალოდ ის კი არ გახდა ინფრასტრუქტურული ჰაბი, არა საწარმოები გაიხსნა და ორი ყველაზე დიდი კომპანიაც რაც არის ელექტრომობილების ჩინეთში, ეს არის BYD და Chery, მათი საწარმოებია გახსნილი ახლა უდიდესი მექსიკაში. ხო და მექსიკა დათანხმდება ახლა იმას, რასაც ამერიკა ეუბნება. არა, მექსიკაში ახლა არის ანტი-ამერიკელი პრეზიდენტი ქალი კლაუდია შაინბაუმი, რომელიც არის ძალიან პრინციპული. მეცნიერი, ხო შეიძლება ეგეთი რამე სოფლიო პოლიტიკაში იშვიათად ხდება, რომ მეცნიერი ხდება პრეზიდენტი და ძალიან საინტერესო პიროვნება იქ სხვა თემაა, მაგრამ მას ძალიან აგრესიული და ანტიტრამპისტული რიტორიკა აქვს, იმიტომ რომ ცირა არის, ეს ჩვენი გესმის რომ კარტელები პრობლემაა. დაიწყო მთელი რიგი ახალი რეფორმების გატარება, მაგრამ ეს არის ჩვენი შიდა პრობლემა. ეხლა შენ შემოდიხარ და აქ სრულ მასშტაბიან სამხედრო ინტერვენციას მიწყობ, ანუ მე არ სახელმწიფო ვარ, არაფერი არ ვარ და ამ ყველაფერს ლახავ, ხო? მაგრამ თავარი ინტერესი არის რომ რომ ლათინურ ამერიკაში და არ ჩრდილო სამხრეთ ამერიკაში, საერთოდ არსად არ უნდა დაუშვას ტრამპმა, რომ რომელიმე ქვეყანა იმაზე მეტად გაძლიერდეს, ვიდრე ხო, ეს არის რა. და ეხლა მექსიკაში შე რო ხედავ, რომ მექსიკის ეკონომიკა 40% წარმოებაზე გადაეწყო, ამ ქვეყანას უკვე პოტენციალი და პერსპექტივა აქვს. და იგივე ხდება ბევრ სხვა ქვეყანაშიც რა. როდესაც პანამის არხი ისე ხო არ უნდა კაცო. ხედავს რომ პანამაშიც რაღაც სხვა პროცესები დაიძრა, სხვა ინვესტიციები შემოდის, გარეძალები გამოჩნდნენ, ინდოეთი ჩაერთო, ჩინეთი ჩაერთო და ეს ეხლა მონროს დოქტრინის მიხედვით ეგ დაუშვებელია. დაუშვებელია, მაგრამ ისიც არ არის, ნუ ძალიან დიდი კედლები ხდება ტრამპსაც, ხო? არ არის ისე რომ პირდაპირ მიდი და წამოიღე, ხო? კი, დიდი წინააღმდეგობები ხდება და ეს წინააღმდეგობები შეიძლება შეიარაღებულ დაპირისპირებებში გადაიზარდოს. ზუსტად, აი ამაზე ვამზადებთ, ეხლა ძალიან საინტერესო მექსიკაზე მოკლე ვიდეო, 15 წუთიანი ვიდეო იქნება. კი, ამის რისკები არსებობს.
რიტორიკა გავიხსენოთ დეკემბრის რიტორიკა, ხო? ხალხისთვის ცოტა მოულოდნელი იყო, ბევრისთვის, როცა დაიწყო ტრამპა საუბარი ჯერ გრენლანდიაზე, მერე მექსიკის ყურეზე, მერე პანამაზე დაიწყო უცებ საუბარი, მერე კანადაზე და ყველას გაუჩნდა კითხვები რა ხდება? რა ხდება და მარტივი პასუხი? ტრამპს მონროს დოქტრინის ჩარჩოებში აქვს ორი რამე გაცხადებული. ერთი რომ არქტიკაში ხედავს რომ რუსეთი, როცა ჩვენ გონია რომ მარტო უკრაინაში აქტიურობს, არქტიკაში უზომოდ გაძლიერდა, თავისი ბირთვული ყინულმჭრელები ყავს და აი ამ ზოლს, რომელიც ყინულის მასის გადნობის შემდეგ თლიანად გააკონტროლებს, ახალი ეკონომიკური დერეფანი გაიჩიტება, ამას ხედავენ. ასევე ხედავენ იმას, რომ გრენლანდიაში უდიდესი ბუნებრივი რესურსია და კრიტიკული მინერალები და ხედავენ, რომ ამ ყველაფრისთვის ბრძოლა მიდის და ამისთვის არის საჭირო ზუსტად გრენლანდიაც, პანამაც, რომ რაღაცნაირად კონტროლი აღადგინონ. ანუ ძალიან დიდი თამაში ის არის რა, მენტალიტეტით ხო ერთი და იგივე რა, აბსოლუტურად. მაშინ რუსეთსაც გაუჩნდება სურვილი, რომ თუ შენი ეს არის და ამას ეს ყველაფერი, მაშინ ეს ყველაფერი ჩემია, ხო? ზუსტად ეგ მიდის. და მან შეიძლება მოხდეთ რა, ჩვენ დაუნებურად რა. ეს არის ყველაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება მოხდეს რა. კი. იმიტომ რომ ეხა მიდის ამიტომ არ უნდა გადანაწილება. ახალი გადანაწილება. ეს არის ახალი გადანაწილება. ამაში ეს ყოველთვის ხდებოდა გარკვეულ ეპოქაში, როდესაც ძალთა ბალანსი იცვლებოდა, გეოგრაფიული რეგიონების გადანაწილება მიდის ხელახლა. და ყველა ხაზავს თავის ტერიტორიას. ტრამპამ კაფიო თქვა რომ ხო, მაგრამ ამას ეს ვინ დაიწყო ეს პირველად, ხო? ეგ არის რა. ეგ არის პირველი მეორე მსოფლიო ომის მერე, მოდი ვთქვათ, რომ პირველი ეს იყო კოსოვოს აღიარება, ხო? ხო, აი, საინტერესოა შეიძლება. ამიტომ იკადრა რუსეთმა ის რაც იკადრა და მე საქართველოში მე მაინც გონია რომ ეს ზრები რაც დღეს არის. პირველი ნოტა მგონია ეს 11 სექტემბრის ტერაქტი, მე რომ ეგრეთ წოდებული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ერაყში რაც მოხდა ეს ვითომ მასობრივი განადგურების იარაღი, მე ავღანეთის კამპანია, მე ლიბიის კამპანია, სირიაში რაც მოხდა. ხო, მაგრამ სერბეთი რა იყო? სერბეთი 99, რა თქმა უნდა, სერბეთის დაბომბვა. ხო, ეს იყო პირველი რა. კი, ამით ეგ იყო პირველი და რა ვიცი. ამას მოყვა მთელი ციკლი უკვე ინტერვენციების ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში, სწორია. და ეხა იწყება მეორე სერია უკვე ამისი, როგორც მე ვხედავ ტრამპის განცხადებების შემდეგ, რომ ამას ნებით თუ არა ძალით მაინც ამოვიღებ რა. ხო, კი. ხო, და ერთადერთი ხა ჩვენ რაც გვშება, ეხა ამ ტერიტორიების გადანაწილებაში ხა რო ვთქვათ, რომ ჩვენ რაღაცნაირად შეგვიძლია სერიოზული სიტყვა დავაფიქსიროთ და როლი ვითამაშოთ, ამ ეტაპზე ასე არ არის, რა თქმა უნდა. ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია ამ ეტაპში, ანუ ჯერ პირველ უნდა ვიცოდეთ ყველაფერი რა ხდება, ყველა შრე უნდა ვიცოდეთ, რომ ადაპტირება სწრაფად შევძლოთ ამ ცვლილებებთან და მეორე, ძალიან მკაფიოდ ყველგან უნდა დავფიქსირდეთ, როცა ჩვენ გვინ მშვიდობა, უბრალოდ ეს ჩვენი მშვიდობა რიტორიკა კი აღარ არის, ინსტიტუციურად შეგვიძლია ეს შემოგთავაზოთ. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ დავუშვათ ბრიკში წევრი, კაი არ გინდა, რაღაცა შიშები გაქვს და კომპლექსები გაქვს, კაი გავიგი. კაი უბრალოდ დაესწარ. დიალოგში მიიღე მონაწილეობა, რომ იქნებ რა პროექტი წამოიღო შენთან და ასე შემდეგ. ყველგან მიიღე დიალოგში მონაწილეობა. აი ეს უნდა თქვა უკვე, მინიმუმი ეს არის, რომ ეს უნდა დააფიქსირო. მე დიალოგს ვიწყებ ყველასთან. იმიტომ რომ ჩემ ეროვნულ ინტერესებს რაც წაადგება, მე ყველაფერს გავაკეთებ. ამას თუ ვერ იტყვი ესე გაბედულად, აბა ხა იყავი შეშინებული მთელი ცხოვრება და ის რაც გიტყვის მე კრიტიკაზე, ის რაც დაგიწერს და რა ეგრე არაფერი არ გამოდის რა. ნუ ერთი მშვიდობიანი ადგილის კი საჭირო არის ამერიკა-კავკასიაში მით უმეტეს. რა თქმა უნდა, მით უმეტეს ეხა სირიაში რაც მოხდა მაგის მერე, კიდე უფრო აი თურქეთის ფაქტორი ყველამ დაინახა რომ თურქეთს როგორი ორპერი თამაში შეუძლია. ერთი მხრივ რომ ღაზაში გეუნება რომ ნეთანიაჰუ ჰიტლერია და მის წინააღმდეგ ეს ძალიან რადიკალური რიტორიკა აქვს და მეორე მხრივ უცებ ისრაელთან თანამშრომლობით ატარებს სერიოზულ სპეცოპერაციას და ხო სირიაში მოყავს თურქეთს თავისი ხელდასმული ადამიანი, ხო? ალ-ჯოლანი, რომელიც მის მიერ არის ხა ეს ტაჰრირ ალ-შამი, რაც არის ორგანიზაცია, მისი დაფინანსებულია და ის გაწვრთნილი ხალხია, ხო, ბოლო-ბოლო. და თურქეთმა ითამაშა ორპირი თამაში და ამას ყველა ხედავს. თურქეთის ეს ბევრი პრეცედენტია ამის. ასევე ხედავს რა ხდება ყველა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. და ერთადერთი რეგიონში, ვისაც პოტენციალი გააჩნია, რომ მართლა ეს მშვიდობის ინსტიტუციური ჩარჩო შექმნას, არა მარტო რიტორიკის გარდა, ხო ჩვენ ვართ. ჩვენ ვართ, ერთადერთი მართლა ჩვენ ვართ და ამას როგორ არ უნდა ამაზე უნდა შეთანხმდეს ყველა. აი ეს არის მთავარი ყველაფერი. ამაზე უნდა შევთანხმდეს ყველა. თუ სხვა რაღაცებზე ვერ შევთანხმდეთ, ვერ შევთანხმდებით ყველა. ეს არის ყველაზე ამომავალი წერტილი, რომ ამაზე შევთანხმდეთ. რომ ჩვენ გვინდა ეს მშვიდობა, ის იყო პირველადი, დაფუძნებული და ამაზე ხა რაც დაშინდება, მაგაზე ვიდაოთ რა, არ არის პრობლემა რა. ასე რომ ნახოთ
ნახოთ, მე ყველაფრის მიუხედავად, მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ ხედავ რომ ჩვენთან ადგილზე ბევრი ამ ყველაფერში ერკვევა. რაც წარმოუდგენელი რამა. პრინციპში რაც სოფლიოში ხდება, იგივე ეკუ არის საქართველოში, რომ ეს გეოპოლიტიკის დაბრუნება, ეგრეთ წოდებული, ჩვენთანაც არის. ყველა ინტერესდება ამ თემებით უკვე და ძალიან სერიოზულად იწყება, რომ გაერკვიონ რეალურად რა ხდება. თავარი რომ ეს პროცესი გაღრმავდეს და მთავრობამ აქტიურობა გამოიჩინოს ყველა სხვადასხვა სფეროში რა. ძალიან განვითარდა ხალხი პოლიტიკურად, მართლა ძალიან განვითარდა ხალხი პოლიტიკურად და ეს დაკვეთა არის ხალხის ნახე გია რომ ესეთი საუბრები ამ თემებზე კიდევ უფრო აი ხა ჩვენ შეგვეძლო რომ დამჯდარი მარტო ლათინურ ამერიკაზე გვესაუბრა 2 საათი. გვესაუბრა ახლო აღმოსავლეთზე და მაყურებელი იქნებოდა. იმიტომ რომ აინტერესებთ ეგ თემები. და ანუ ესეთი პლატფორმები აი შენთან ვაკასთან დაუშვათ 52 პარალელი ჩვენი აქეთ ბევრი უნდა ეს რა არის 4 და 5 ძალიან ბევრი უნდა იყოს სადაც აი ამ თემებზე ისაუბრებენ მუდმივად რა იმიტომ რომ ხალხს უკვე ინტერესი აქვს აღარ უნდა ის რაღაც მეინსტრიმ ტელევიზიები და არავის აღარ აინტერესებს ეგ სისულელი ეგ არაფერს აღარ აძლევს არავის რა და ზოგადად რაც დასავლეთში მოხდა ეგ მოხდება და დროა ბევრმა ფეხი აუბარო ეს legacy media, mainstream media რაც არის, ნელ-ნელა ალტერნატიულმა მედიამ შეცვალა ხო ყველგან. ჩაანაცვლა. თან პოდკასტების ეპოქა დაიწყო სერიოზული და უკვე აღარ არის ეს მეგა შოუების და მე იმედი მაქვს რომ ჩვენთანაც ნელ-ნელა ეს პოდკასტები შემოვა რა, უფრო აქტიურად დებიუტ იმას პოდკასტებზე არ მაქვს საუბარი, უშინარ სერიოზულ პოდკასტები, კონტენტი და შინაარსი სადაც დაიდება. კი ბატონო. და გადაცემის წინ თქვით და ძალიან გამიხარდა რომ საქართველოში ჯეფრი საქსი ჩამოდის არ შემიძლია რა ვთქვა ძალიან მაგარი კაცი და რა ნახოთ მითი აზრით მოვისმენთ ამ თემაზე მე და ჩემი მეგობრები საუბრობთ უკვე რამდენი ხანია მაგრამ ვერ გამოვნახეთ რაღაცა გარკვეული ისინი ერთადერთმა ადამიანმა აღვიქვა დახმარება დანარჩენი არც დაინტერესდნენ და ძალიან გამიხარდა დღეს რომ აი ეს გაგვაგებინეს რომ ნუ იცი რა არის, ეხა ამით არაფერი არ გადაიჭრება, მაგრამ ის რომ დაუშვათ საქსი არის თავის თავს ეძახის ინტერნაციონალის რა გაგებით ოღონდ, რომ აი ეს შვიდობის დიდი ქსელი პლატფორმები უნდა შეიქმნას. ესეთი ადამიანი როცა აქ ჩამოდის და მას ჩვენ ვიცნობთ მარტო პოდკასტზე მისი სამეცნიერო ხაზი არ ვიცით და ძალიან სერიოზულია, ის გაცლებით საინტერესოა კიდე რა. ხო და ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ რეალურად კიდე მეტის გაკეთება შეიძლება. ესეთი ადამიანები არიან დღესდღეობით უკვე ათობით, ასობით ევროპაშიც და დასავლეთშიც. ესეთი ადამიანები ხშირად უნდა ჩამოდიოდნენ. და არა მარტო იმიტომ, რომ დაუშვათ მთავრობას შეხვდნენ, არა, აი სამეცნიერო კონფერენციები, რიგითი ადამიანებისთვის რო ჩაატარონ რაღაცა მოხსენებები. ანუ ეს ყველაფერი უნდა დააფინანსოს ვიღაცამ და ვიღაცა უნდა გაიაზროს, რომ საჭიროა. რომ ეს ალტერნატიული აზრის შექმნას მარტო ჩვენი ვიღაცების აქტივობა არ ყოფნის. გარიდანაც საჭიროა ამაზე ლეგიტიმაცია. ქართული მაინც ხვანაირად უყურებს, რომ აი ის როგორ იტყვის მე რომ ჩამოვა ხო და შესაბამისად ესეთი ტიპები უნდა მოიწვიოთ გონი რა ბევრი თან. ქართულები ეს მაგარები ეგ აუხსნა ვერ მოვიშვა. აი იმან ეს თქვა, ამან ეს საჭირეგრია რა ყველაფერი. ხო და ნუ გავითვალისწინოთ და ბევრი ესეთი ადამიანი მოაზროვნე, დამოუკიდებელი მოაზროვნე. ეხა ვიღაც გიჟები რადიო თავისუფლებს შეიძლება როგორც დაუძახა რომ პრორუსი დაუძახოს ჯეფრი საქსს. მერე კაი მერშაიმერსაც დაუძახებენ და ყველას დაუძახებენ კაცო ეგეთი უკვე ბევრია ძალიან მაგრამ ამას არ უნდა შევხედოთ. ტრამპსაც არ უძახდნენ ხო გახსოვს რომ უძახდნენ. ხო. რა თქმა უნდა კი მაგრამ მაინც მეტაფიზიკური ამბავი თუ გადაგვარჩენს ეგ არის რა. ეგ არის იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება იყოს დღემდე რომ მოვედით ამის დამსახურებაა რომ არ ვღალატობთ ღმერთს და ის თუნდაც რომ ეკითხებიან რომ აი რატო დაუშვათ აი დღევანდელ სიტუაციაში როგორ შეიძლება დღევანდელ სიტუაციაში ნორმალური ადამიანი ვისაც ელემენტარულად ეს პოსტულატი ენა მამული სარწმუნოება არის მისთვის საქართველო და ქართველი იმის მეორე მხარეს დადგეს, ხო? ელემენტარულად უფლებაც არ აგვაქვს არავის რომ ეს გავაკეთოთ რა, იმიტომ რომ ჩვენ არ მოგვიტანია ეს ქვეყანა აქამდე და ჩვენს მერეც ესე უნდა გაგრძელდეს აუცილებლად, ჩვენ შვილებსაც ეს უნდა ელემენტარულად დაბდურები კი არ უნდა გაიზარდონ, რომ არც იცოდნენ რა საპროტესტებენ და უბრალოდ იმიტომ სიძახდნენ. და არგუმენტებიც არ ქონდეთ თავიანთი პროტესტის მიმართ. უბრალოდ ყველას არგუმენტირებულად რო ელაპარაკონ და მომავალი თაობა უფრო და უფრო ჩვენზე ძალიან ბევრად უკეთესით იქნება და ძალიან
მაგრად ღვთისწყალობით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმიტომ რომ სადღაც ისტორიულად დიდი ჩავარდნები იყო, სადღაც ძალიან დიდი წარმატებები იყო და არ არსებობს ის წარმატება ადრე თუ გვიან ჩვენს ქვეყანაშიც მოვა და ჩვენც, რა თქმა უნდა, ერთად ვიქნებით, შევრიგდებით და ქართველები არ გადაშენდებიან დარწმუნებული ვარ ამ მითისაგან პირისა, როგორც ბევრი ერი გადაშენდა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი. ასე რომ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის და დაგიბრუნდებით პარასკევს, დიდი მადლობა მომავალში ხვედრამდე ნახვამდის. ილონ მასკი პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყნის ნაცისტურ წარსულთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იყო გერმანელი ნორმალურია. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ შვილებმა არ უნდა აგონ პასუხი მშობლების და მით უფრო ბებიების და ბაბუების ცოდვების გამო. ფიქრობ, გერმანიის საუკეთესო იმედი ხართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ამაყობდნენ გერმანიით და გერმანელობით. ეს ნორმალურია ამაყობდე იმით, რომ გერმანელი ხარ. მნიშვნელოვანი პრინციპია და კარგია, როდესაც ამაყობ გერმანული კულტურით, გერმანული ფასეულობებით და არ კარგავ მათ რაღაც მულტიკულტურალიზმში, რომელიც ყველაფერს ერთმანეთში აზავებს. ფიქრობ, ჩვენი სურვილია, რომ სოფლიოში არსებობდნენ უნიკალური კულტურები. შვილებს არ უნდა ადანაშაულებდნენ მშობლების და მით უფრო ბებიების და ბაბუების ცოდვებში. ფიქრობ, მოახლოვებული არჩევნები გერმანიაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამ არჩევნებმა შესაძლოა გადაწყვიტოს მთელი ევროპის ან მთელი მსოფლიოს ბედიც კი. ამიტომ საჭიროა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ლაპარაკი და მათი დარწმუნება, რომ იფიქრონ ალტერნატივა გერმანიისთვის. ხმის მიცემაზე და ამას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. დაარწმუნებთ ერთ მეგობარს, დაარწმუნებთ მეორესაც და შემდეგ იტყვით: მეგობრებო, კიდევ იგივე გინდათ მომდევნო 10 წლის განმავლობაში თუ გინდათ ცვლილებები. გერმანიაში ადამიანებს უნდათ ცვლილებები, ხოლო თუ თქვენ გინდათ ცვლილებები, ხმა უნდა მისცეთ ალტერნატივას გერმანიისთვის. ევროკავშირი ამერიკას უკრაინაში ჯარების გაგზავნისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იძულებული იქნებიან ჯარები თავად გაგზავნონ. ეს კი ნატოში განხეთქილების შექმნის და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის დასრულებას ნიშნავს. ამის შესახებ ბლუმბერგი წერს. გამოცემის ცნობით, ევროპელებს მშვენივრად ესმის, რომ დონალდ ტრამპისთვის უკრაინის ომი ევროპული საკითხია. მეტიც, ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა უკვე ცხადყო, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ უკრაინის აღდგენაში უშუალო მონაწილეობას არ აპირებს. ევროპელი ოფიციალური პირები ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ითხოვენ უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რადგან დიპლომატიური ზეწოლა უკრაინის კონფლიქტის დასასრულებლად გაძლიერდება. თუმცა ამ ვალდებულების სანაცვლოდ ტრამპ შეიძლება ჰქონდეს მოლოდინი, რომ ევროპა უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებს ნებისმიერი პოტენციური შეთანხმების განხორციელებაზე. თუმცა ჯერ ნაადრევია საუბარი, რადგან ევროპელები ჯერ კიდევ შეერთებული შტატების კონკრეტული წინადადების განხილვის პროცესში არიან, წერს ბლუმბერგი. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა პრეზიდენტ კენედის, სენატორ კენედის და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტებზე საიდუმლო გრიპის მოხსნის განკარგულებას. ბევრი ადამიანი აწლეულები ელოდებოდა ამ ამბავს და ეს ყველაფერი გასაჯაროვდება. გამოძიების ფედერალური ბიურო 50 წელი უარს ამბობდა ამ მოვლენებთან დაკავშირებული არქივების გასაჯაროვებაზე. ჯონ კენედი სასიკვდილოდ დაჭრეს საპრეზიდენტო ლიმუზინის კაბრიოლეტში 1963 წელს. სენატორი რობერტ კენედი 1968 წელს პალესტინელმა ტერორისტმა მოკლა. მალევე მას შემდეგ, რაც კენედიმ როგორც საპრეზიდენტო კანდიდატმა წარმოსქვა წარმატებული წინასაარჩევნო სიტყვა. მარტინ ლუთერ კინგი სასიკვდილოდ დაიჭრა სნაიპერის მიერ, როდესაც ის იდგა სასტუმროს აივანზე. ბრიტანული ტაიმსი უკრაინაში კონფლიქტის დასრულების 4 შესაძლო სცენარის შესახებ წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ ბრძოლის ველზე ასეთი პირქუში სურათი არასდროს ყოფილა და რომ უკრაინას მწარე პერსპექტივა ელის. კონფლიქტის დასრულების სცენარები შემდეგია. პირველია ის, რომ უკრაინისთვის ომი სრული სამხედრო მარცხით დასრულდება. შეერთებული შტატების დახმარების გარეშე ქვეყანას სამხედრო თვალსაზრისით სრული განადგურება ელის. მეორე სცენარის თანახმად, უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას დასავლური მხარდაჭერის გარეშე და მოითხოვს მშვიდობას, რაც ასევე იქნება უკრაინის და მისი დასავლელი მოკავშირეების აშკარა მარცხი. ასევე ქვეყანა გაიყოფა.
მესამე ვარიანტი გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას ყოველგვარი გლობალური ცვლილებების გარეშე. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ასეთ სცენარს შესაძლოა მოყვეს კონფლიქტის საბოლოო სამშვიდობო დარეგულირება და სამომავლოდ დასავლეთის მხრიდან გაცემული უსაფრთხოების გარანტიები. მეოთხე სცენარში განიხილება სიტუაცია, რომელშიც უკრაინა შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას ძალის პოზიციიდან ამერიკის დახმარებით. თუმცა გამოცემა დასცენს, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი ქვეყანა ვერ დაიბრუნებს 1991 წლის საზღვრებს. გერმანულმა გამოცემად აგეშაუმ გამოაქვეყნა სტატია ილონ მასკის მემარჯვენე და არაეკოლოგიური შეხედულებების შესახებ. გამოცემა ამტკიცებს, რომ გერმანულმა კომპანიებმა და ავტომფლობელებმა თითქოს დაიწყეს თესლას ავტომობილების და სოციალური ქსელის ტვიტერის ბოიკოტირება მასკის პოზიციის გამო, რომელიც მხარს უჭერს პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის, მილიარდერს ევროპულ პოლიტიკაში ჩარევაშიც ადანაშაულებენ. გერმანულმა ენერგომომწოდებელმა ბადენოვამ გაათავისუფლა თავისი ავტოპარკი თესლას 11 ავტომობილისგან და გააუქმა თავისი გვერდი სოციალურ ქსელ ტვიტერზე. კომპანიის პრესსამსახურმა ესიმით ახსნა, რომ მასკი ასუსტებს გერმანიის ეკონომიკას და არღვევს პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის დასაშვებს საზღვრებს. ამ ტენდენციას სხვა საწარმოებიც მხარს უჭერენ. კომპანია როსმანმა უარი თქვა ავტომობილების შეძენაზე და თავის გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ მასკი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის, რომელმაც კლიმატის ცვლილებას არაერთხელ უწოდა სიცრუე. ენერგოეფექტიანი სამშენებლო კომპანია ვიბროშაუს კიდევ უფრო შორს წავიდა და თავისი გაყიდვებიდან მოხსნა არამხოლოდ ტესლას ავტომობილები, არამედ კომპანიის აკუმულატორებიც და შეცვალა ისინი უფრო ძვირადღირებული ვარტას პროდუქციით. მასკთან თანამშრომლობაზე უარი სახელმწიფო სტრუქტურების დონეზე ხდება. 60-ზე მეტმა უნივერსიტეტმა და გერმანიის სამინისტროებმა შეწყვიტეს ტვიტერის პლატფორმის გამოყენება. ასეთი ნაბიჯი გადადგეს მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა მერსედესი და ბასვი. მათ უარი თქვეს ტვიტერზე რეკლამის განთავსებაზე. New York Times-ის ცნობით დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად აიკრძალა ტრანსგენდერების განთავსება ქალებისთვის განკუთვნილ ამერიკულ ციხეებში, ასევე მათი სამედიცინო მომსახურება სქესის შეცვლის მიზნით. თეთრი სახლის მეთაურის განკარგულება, რომელსაც ეწოდება ქალების დაცვა გენდერული ექსტრემიზმის იდეოლოგიისგან და ბიოლოგიური ჭეშმარიტების აღდგენა ფედერალურ მთავრობაში, ფედერალურ ციხეებს უკვე გაეგზავნათ. დოკუმენტის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულ იყო სქესის ბიოლოგიური რეალობის აღმოფხვრასთან ბრძოლის მცდელობისას, რადგან ის სინამდვილეში ზიანს აყენებს ქალებს, ლახავს მათ ღირსებას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი გადადგა ფართომასშტაბიანი აღმასრულებელი განკარგულების ფარგლებში, რომელიც პრეზიდენტმა სახელმწიფო მეთაურის რანგში პირველივე დღეს გამოსცა, რათა შეეზღუდა ადამიანის სქესის აღიარება დაბადებისას. დაბადებისას არსებული სქესით. გამოკითხვები და სხვა კვლევები აჩვენებს, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებით სასტიკად ეპყრობიან სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მათ ხშირად ანთავსებენ დაბადებით არსებულ სქესთან შესაბამისობაში და ისინი ჩივიან, რომ მათ ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ. გარდა ამისა, სხვა პატიმრებთან შედარებით ხშირად ანთავსებენ სამარტოო საკნებში და როგორც ციხეებში განმარტავენ, ამას მათ დასაცავად აკეთებენ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიირატომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს სოროსის აგენტი უწოდა და თქვა, რომ უნგრეთის მთავრობა უნგრეთის გუნდისთვის თამაშობს. ამიტომ ჩვენ წარმოვადგენთ უნგრეთის ინტერესებს. ჩვენ არ ვართ მზად გავაგრძელოთ სხვა ადამიანების ომების გადახდა და არავის მივცემთ უფლებას საფრთხე შეუქმნას ჩვენი ენერგომომარაგების უსაფრთხოებას. იმიტომ რომ ჩვენთვის უნგრეთი პირველ ადგილზეა, წერს სიირატო სოციალურ ქსელში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ბრალდებების საპასუხოდ. ამერიკის შტატ მისისიპიში უნდათ კანონის განხილვა, რომლის თანახმადაც მიგრანტებზე მონადირეებს $1000 გადაუხდიან. მსგავსი პრაქტიკა ამ შტატში ფართოდ იყო გავრცელებული მონათმფლობელობის ეპოქაში. მონები ხშირად გარბოდნენ ბამბის პლანტაციებიდან და გადადიოდნენ თავისუფალ ჩრდილოეთ შტატებში, ძირითადად მდინარე მისისიპიდან. შტატში პოპულარული იყო მონებზე მონადირეთა პროფესია, რომლებიც გაქცეულებს იჭერდნენ და აბრუნებდნენ.
სლოვაკეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რობერტ ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ. აქციებს უკვე ადარებენ უკრაინის მაიდანს. ბრატისლავას მთავარ მოედანზე დაახლოებით 60,000 დემონსტრანტი შეიკრიბა, კიდევ 15,000 კონცერტში. პრემიერ-მინისტრმა ფიცომ განაცხადა, რომ ქვეყანაში უცხოური ძალები მოქმედებენ, რომლებმაც მანამდე მაიდნების ორგანიზება მოაწყეს საქართველოსა და უკრაინაში. მან ექსპერტების ჯგუფი დაადანაშაულა რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და მისი სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნაში. NBC News-ის ცნობით ხუთშაბათს ამერიკის საჰაერო ძალების ორმა სატრანსპორტო თვითმფრინავმა არალეგალები გვატემალაში ჩაიყვანა, თუმცა მექსიკაში დაგეგმილი ფრენა არ შედგა. სხვა ქვეყნებში დეპორტაცია შესაძლებელია მხოლოდ მისი მთავრობის თანხმობით. მექსიკის ხელისუფლებამ კი თანხმობა არ გასცა, ნათქვამია ტელეკომპანიის მომზადებულ რეპორტაჟში.